სახლის საქმის კეთებაში მშობლები ბავშვებს ფულს უნდა უხდიდნენ. აწიე ხელი თუ ამ მოსაზრებას ეთანხმები. ანასტასია და თინანო ბარბარეს წინააღმდეგ. თქვენი მიზანია შეთანხმებას მიაღწიოთ 120 წამში. წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯებით. როცა ბავშვი სახლის საქმეების კეთებაში ფულს უხდი, ამით ასწავლის შრომის ფასს. თანაც ამით ისეთ უნარებსაც უვითარებ, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ. თანაც სწავლობენ როგორ გამოიმუშავონ ფული და შესაბამისად როგორ დახარჯონ. ხო, მაგრამ მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავება ფულის გადახდის გარეშე შეიძლება. თანაც მნიშვნელოვანია ბავშვმა გაიაზროს, რომ სახლის საქმეების გაკეთება სასარგებლოა და საჭირო. მარტო იმიტომ არ უნდა აკეთოს, რომ ფულად ჯილდოსეებს. თან ისეთი საქმის კეთება როგორც არეული ოთახის ან არეული სივრცის დალაგება, უბრალოდ ბავშვის მოვალეობა, ისე როგორც დანარჩენი ოჯახის წევრების. კი, მაგრამ ხშირად ბავშვს ამ პასუხისმგებლობის თვითონ გამომუშავება უჭირს. მშობელს კი შეუძლია დაეხმაროს და ჯილდო მისცეს. მერე ეს ბავშვი გაიზრდება იმის მოლოდინით, რომ რაღაცის კეთებაში აუცილებლად ჯილდო უნდა მიიღოს. სამყარო კი ასე არის მოწყობილი. უნდა ისწავლო რაღაცების შენი თავისთვის კეთება ჯილდოს მოლოდინის გარეშე. არა, სამყარო რეალურად სწორედ მასეა მოწყობილი. ფულის შრომით იშოვება და ხეზე არ იზრდება. ეს არის რეალური სამყაროს სიმულაცია, სადაც ძალისხმევას ფულად ჯილდო მოსდევს. მაშინ ალბათ საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ მშობელმა მხოლოდ რთული დავალებების შესრულებაში გადაუხადოს ფული. მაგალითად, მანქანის გარეცხვაში. მარტივი დავალებები კი როგორც არის მაგალითად ოთახის დალაგება, ანაზღაურების გარეშე მოხდეს. კი, თან ასე ბავშვი თავის მოვალეობას ისწავლის და ფულის ფასსაც. კი, ალბათ ეგ საუკეთესო ვარიანტია. წარადგინეთ შეთანხმება. ბავშვი ანაზღაურებას მხოლოდ რთული საქმეების კეთებაში უნდა იყებდეს. მარტივ საქმეებს კი უნდა აკეთებდეს უფასოდ.